ხმალი ავიღე და საჭმელებიც ავიღე და თოხიც ავიღე. აჰა. მეგობრო, მოგესალმებით, თქვენთან არსაბა და არხი გაბედჭი 3 და დღეს მეგობრებო ცოტა მე ისე დაკავებული ვარ. მოგეთ დღეს უნდა მეწავიდე მეზობელ სოფელში. თქვენ არ გეგონოთ რომ ასე ვთქვათ სულ უბრალოდ მე იქ გამიშდა რაღაც საქმეები და იქ მომიწევს გავატარო 3-4 დღე. საქმეები იმაში არის, რომ მოკეთ იქ მერმა იმ სოფლის მერმა მითხრა, რომ ფერმერში წელნიკებიო, ყველა ასე ვთქვათ წასულები არიანო და ვერავინო ვერ უვლისო ფერმებსო და მთხოვა რომ შენო საბოლოოდ შეიძლება მოდიო და მომეხმარეო ფერმებშიო. მე ასე ყველია ახლა არ ვარ უარზე, თან მითხრა რამდენს გადამიხდის, ამაზე საერთოდ პასუხი არ მაქვს, იცით რამდენი მითხრა მეგობრებო? ერთის თაკი ისუმრუდის. მეგობრებო, ისე ისუმრუდების შესახებ და საკვები ავიღე, ხმალი ავიღე, თოხი ავიღე, მაგრამ ისუმრუდები ხომ არ ავიღე, აი მეგობრებო, 56 ისუმრუდიდან ერთ 15-ს ავიღებ. მგონი მეგობრებო მე მოყოფა. და ასევე მე მჭირდება ეს ჩემი თესლები. მეტი მგონი არაფერი არ მჭირდება, მგონი მერი თვითონაც მეცევს და ღმერთო ჩემო ჟიწელნიკო. აი როგორც ვიცოდი, შენ იმის გამო შემოხვიე რომ ისუმრუდები ვთქვი, ხო? საბა გამარჯობა. არა, მე უბრალოდ გავიგე, შემთხვევით გავიგე, რომ შენ სადღაც მიდიხარ, როგორც მე გავიგე, რამდენიმე დღით და სად მიდიხარ? პრინციპში ჟიწელნიკო მე მივდივარ მეზობელ სოფელში, ხო 3-4 დღით იქ საქმეები მაქვს. და გამოდის რომ შენი სახლი ეს მთლიანი 4 დღე იქნება თავისუფალი? გამოისასე, stop. და რატომ მეკითხები ჟიწელნიკო? რაღაც უცნაურობაა რომ შენ ასე მეკითხები, ასე შემოხვედი, ასე დაუკითხავ და ჩემს საწოლზე ამოხვედი. რა გინდა ახლა? აი სიმართლე თქვი. და არაფერი უბრალოდ მეთქი რომ შენ სახლს რომ მოვუარო აქ რომ არაფერი არ მოგიპაროს. არ მინდა. მე მახსოვს ერთხელ როგორ შენ და შენ ჟიწელნიკებთან ერთად როგორ გინდოდათ ერთი ჩემს სახლში ვითომ რაღაცეების ყოფნა და მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ ეს ვიდეო ნახოთ თუ რამეა. ამ ვიდეოს გონი მოგეთ იმ ვიდეოში მგონი აი აქ თქვენ ნახეთ კლადი ჩემს სახლის ქვეშ და არც კი მითხარით და გამოთხარეთ თითქოს თლიანი ისურვდები. და არა საბა, მე მაგ შორის არაფერი, უბრალოდ მინდოდა შენს სახელი არ ვიცი, მეყარული და იქ მოვუვლიდი. არა, მადლობა დიდი ჟიწელნიკო, მე არ მინდა, დიდი მადლობა. კაი საბა თუ არ გინდა, კაი მაშინ. კაი ჟიწელნიკო, კაი. მეგობრებო, ახლა თუ იცით, ახლა გავიდა მოგეთ ეს ჟიწელნიკი და ახლა ვფიქრობ და რა ვქნა ახლა, შეხედეთ ეს ჟიწელნიკი ასე შემოვიდა, ასე უბრალოდ იმასო და მეუბნებოდა რომ სახსო ვუყარაულებ, მაგრამ მე ხო ვიცი სიმართლე. ჩემი აით მას უნდა არ ვიცი, რაღაცეების ჩემგან მომპარვა, თორე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის ვიდეო, არ მახსოვს რა ქვია. მგონი ჟიწელნიკებმა ნახეს ეს ჩემი სახლის ქვეშ თუ რაღაც ასე მოკლედ რა. კაი, მოკეთ რომელი საათია საერთოდ 1 წუთს? მეგობრებო, უკვე დილის 12 საათი. ამ წვიმის შეხედეთ მეგობრებო, რა თქეშა წვიმა მოდის და ამ წვიმის გამო კიდე დრო ნორმალურად ვერ გავიგე. სტოპ. საათს, კაი, საათი არ მჭირდება პრინციპში, ტელეფონს ავიღებ და სტოპ. ტელეფონი აქ არის, ახლა მეგობრებო უნდა გამოვიძახოთ და და მოით ჯერ ფეხით გავივლი. აი მეგობრებო, წვიმაც დამთავრდა, ეს ძალიან კაია. ახლა მოით მეგობრებო, ცოტა ხანი მაშინ ფეხით გავივლი და ტაქსის ვეტყვი რომ სადღაც ტყესთან მოვიდეს. მეგობრებო, მე კიდე გამორთავ კამერას და ჩავთავ იმ დროს, როდესაც უკვე მეზობელ სოფელთან ვიქნები ახლა. აი მეგობრებო, თქვენ რომ იცოდეთ, აი რამდენი ხანი სჭირდება აი ამ მეზობელ სოფლამდე მისვლა. ჯერზეც აი დააკვირდით დროს. ეხლა ხომ დილა და მე გავედი შუა დღეს. გამოისმე? ჯერ ტაქსით, მერე კიდე ფეხით, ტაქსი, აი წარმოგიდგენთ მეგობრებო, აი ტაქსიზე მე
გავდიოდი სულ 1 საათი ტაქსით და დავხარჯე 6 ისურვდი. შემდეგ კიდე ფეხით საათნახევარი გავიარე და აი წარმოიდგინეთ რამდენი სჭირდება აი უკვე არ ვიცი მეზობელი სოფელი კი არის მაგრამ ძალიან შორს არის განლაგებული და ისევ გითხრათ მეგობრებო მთელი ეს დრო სანამ მე მივდიოდი ჩემს მეზობელ სოფლამდე აი რაღაცა იმ მთელი გზა მე ვიყავი რაღაც არ ვიცი თითქოს აი რაღაცაზე დარწმუნებული ვიყავი რომ რაღაც ხდება ეხლა ჩემს სახლის შესახებ მეგობრებო თქვენ კიდე გახსოვთ ხომ როგორ ნუ უკვე გუშინ გამოდის რომ ჟიწელნიკი თხოვდა ასე ვთქვათ რომ დარჩენილიყო ჩემს სახლში და ახლა არ ვიცი რა ვქნა აი რაღაც თითქოს აი რაღაცა გააკეთა ჩემს სახლში ერთს მეგობრებო ერთს უნდა დავურეკო ჟიწელნიკს არ ვიცი რომელ ჟიწელნიკს დავურეკო მეგობრებო მერის კონტაქტი მაქვს ერთს მერს დავურეკო და ვთხოვ რომ ნახოს ჩემი სახლი თუ ნორმალურად არის და აჰა ნომერი ავკრიფოთ და ქსიო მეგობრებო ვრეკავ მიდი გთხოვ მე რო გთხოვ ალო საბა ხომ გამარჯობა აბა მიხვედი უკვე სოფელში მე რო გამარჯობა კი უკვე მოვედი უკვე აქ ვარ ძლივსლივობით ისა მე რო შენთან ერთი კითხვა მაქვს და შეგიძლია თუ შეიძლება ერთი თხოვნა მაქვს რა შეგიძლია თუ შეიძლება რომ დახედო ჩემს სახლს ნორმალურად თუ არის საბა და რისთვის გინდა არა უბრალოდ აი რაღაც თითქოს არ ვიცი მთელი გზა რაღაც გრძნობიო თითქოს ჩემს სახლში ვიღაცა არის და შეგიძლია თუ შეიძლება უბრალოდ შეამოწმო 2 წამის ამბავია თუ შეიძლება კი საბა ახლავე ტაქსი უკვე მივდივარ და საბა დიდი ხანია რაც ბედროკის ღობე და გაიკეთე სტოპ რა ჟიწელნიკო ტაქსი მე რო სტოპ რა ბედროკის ღობე არ ვიკეთებდი არაფერს არ ვიცი საბა ბედროკის ღობე არის თან მეორე სართულიც არის ბედროკის ღობით გადაკეტილი так стоп მე რო რას ნიშნავს ბედროკის ღობით არის გადაკეტილი მოიცე ნუ მაშინ გთხოვ ეს მართლა თუ ეხლა მეხუმრები საბა ხო გეუბნები აქთან რკინის კარიც არის ვერ ვაღებ კარებს საბა და რისთვის დაიდგეს საერთოდ ეს ბედროკის ღობე так стоп მე რო 4-5 საათში ვიქნები სოფელში, კაი, ნუ ინერვიულებ, ერთწუთს ახლა უნდა მოვიდე. კაი, კარგად. так, стоп, მეგობრებო, რაღაც ვერ გავიგე, რა ბედროკის ღობე. თქვენ ხო მეგობრებო, დაინახეთ რომ მე არაფერს არ так, стоп, მეგობრებო, რაღაც ძალიან ცუდი ისა მაქვს. так, стоп, დროზე, так, ისევ ტაქსი უნდა გამოვიზახო, მეგობრებო. გონი ეს დებილი ჟიწელნიკი იქ გადასახდა. так, стоп, დროზე. აუ, ღმერთო, ჩემაკავშირი არ არის. მიდი. так, стоп, მოდით, მეგობრებო, ახლა კამერას გავთიშავ და ჩართვა იმიტომ რომ ეს უკვე სოფელში მივალ. так დროზე იმედია მერი გაიხუმრა. ჩემი უბრალოდ მეგობრებო მერმა გამეხუმრა. ეს უფრო კარგია ვიდრე მართლა ასე იყოს ჯანდაბა მეგობრებო. აი 100%-იანი მეგობრებო ვიცი რომ ეს არის ის ჟიწელნიკი. აი 100%-იანი ვიცი. ჯანდაბა ეს რა მეორე სართულიც კიდე გადაკეტა. ვერ მივხვდი. ჟიწელნიკო, რას შვები მანდა? так, საბა ვინ არის მანდა? რა? საბა შენ აქ რა გინდა? ჟიწელნიკო და სადა ხარ? საიდან მელაპარაკები? მე ის так, ეს არის თავერი. რისთვის მოხვედი საერთოდ? რას ნიშნავს რისთვის მოვედი? მერმა გამოიცა მირეკა ასეთი მეუბნება რომ შენ ყველაფერი ბედროკით გადაკეთე და ეს სიმართლე აღმოჩნდა. ჟიწელნიკო, თუ არ გამოხვალ ამ სახლს დავამტვრევ და შენ, აი შენ სახლს დავამტვრევ აი ამას, გასაგებია? ჩემთვის არ არის თავარი საბა. თუ გინდა დაამტვრიე. მე აქ იმდენი საჭმელი მაქვს, რომ მე აქ შემიძლია ერთი კი არა, 3 თვეც ვიცხოვრო, მაგიტომ ნახვამდის. ჟიწელნიკო, რას ნიშნავს ნახვამდის? ალო? გამოდი ახლა დროზე. ჯანდაბა მეგობრებო, რა გაუკეთა ჩემს სახლს? так, стоп, მეგობრებო. так, ერთი იდეა მაქვს ერთ წუთს. так, всё, მეგობრებო. так, ეს ქვიშა უნდა მეყოფოს, დებილი ჟიწელნიკი. ბედროკის კედელი კი გააკეთა, მაგრამ დავიწყდა რომ შემიძლია ასე 1, 2 და
Так, კაი მეგობრებო, სიტყვებს, ასე ვთქვათ, ამ სიტყვებს დავიბრუნებ. ამ დებილმა ჟიწენიკმა გადაკეტა სახურავიც. ჟიწენიკო, დროზე გამოდი. მეგობრებო, ხარ მეგობრებო, ერთი იდეა მაქვს, დროზე გთხოვ, ეს მიწას დამჭირდება აუცილებლად. და ერთი იდეა მაქვს, უბრალოდ არ შემეკითხოთ, ერთი გენიალური იდეა მაქვს. მან მგონი არც კი იცის ეგა, მაგრამ დაქს დროზე. მეგობრებო, ჩემი ისიც გადაკეტა. ჩემი შესასვლელიც კიდე გადაკეტა მეორე სართულზე. ჟიწენიკო, დროზე გამიღე. მეგობრებო, შეგაითან კედლების კი ბედროკის გააკეთა. მეგობრებო, ბედროკს ვერ გავტეხარ, ვერაფრით ვერ გავტეხავ ბედროკს. Так, стоп, ეს არ მაწყობს, Так, стоп, მეგობრებო, კიდე ერთი გენიალური გეგმა, Так, стоп, მეგობრებო, ამ ჟიწენიკო ყველაფერი გადაკეტა ჯანდაბა. Так, ჟიწენიკო, დროზე გამოდი. Так, რა იყო პიცა მოვიდა ჩემი სამა ისო შენა ხარ? რა გინდა ჩემგან? თუ გინდა ჩემი სახლი აიღე, მე მაინც აღარ ჭირდება. რა შევს პიცა მოვიდა, ჟიწენიკო, ჯენზის ეს ჩემი სახლია და როგორი უფლებით გადაკეთე ჩემი სახლი შენით. Так, всё, ეხლა თუ შეიძლება ეხლა ვიშლი, მე ეხლა პიცას ველოდები. всё, ნახვამდის. Так, стоп, მეგობრებო, პიცას ელოდება, ხომ? Так, მეგობრებო, კიდე ერთი გეგმა მაქვს. ერთოს მეგობრებო, უნდა ახავე მოვალ. Так, მოგეთ მეგობრებო, შეგეთ დავბრუნდი. მე ახლა შევიცვალე სკინი. შეგეთ მეგობრებო, აი შევიცვალე მოკეთ სკინი, так მოიცეს ბრონიც ახლა გადავდოთ. მე მქონდა მოკეთ ცისფერ ლურჯიანი სკინი და ახლა შეგეთ ასეთი ჩემი ესეც ნორმალური სკინია მოკეთ. მე ახლა მინდა ვთქვა, ვითომ მე კურიერი ვარ, ცოტა ხმასაც შევცვლი. Так, ასე ვერ მიცავს, მე სულ სხვა სკინით ვარ. Так, გამარჯობათ, შეგიძლიათ თუ შეიძლება კანები გამიღოთ? Так, აჰა, უგასავთ თქვენ ვინახართ? მე ვარისა, კურიერი, პიცა მოვიტანე. ეს ხომ ის სახლია? კი, ის სახლია. Так, კაი, ახლა კანებს გაგიღებთ. აჰა, და შეგიძლიათ ახლა გააღოთ კანები და მოვიტანეთ პიცათ შეიძლება. აჰა, კაი. Так, стоп, მეგობრებო, დღეათ, ახლა უნდა შევიდეთ. ოპა, ჟიწენიკო, აბა გამარჯობა. Стоп, რაღაც თქვენ ძალიან თქვენი ხმა ვიღაცის ხმას მაგონებს. რა იყო ჟიწენიკო, აბა ვერ მიცანი ვინ ვარ? Стоп, რა? სამა, შენ აქ რას აკეთებ? ეს რა სკინი გაქვს შენ? ეს რა სკინი მაქვს, ხომ? ჟიწენიკო, ერთი კითხვა მაქვს შენთან, სანამ მე ამ ხმლით ასე ვთქვათ გაგჭრი. და რისთვის დაიკავე ჩემი სახლი? გთხოვ საბარქნა, აღარ მოვა, მართლა გეუბნები. Так, დროზე წაეთრი აქედან და აღარასოდეს აღარ დაგინახო, გასაგებია? მიდი, გაიქეცი ჟიწენიკო და აღარასოდეს აღარ დაგინახო ჩემს სოფელში, გასაგებია? Стоп, მეგობრებო, ახლა ეს რა უქნა ჩემს სახლს წარმოიდგეთ. Так, стоп, ეს უკვე კრეატივით ყველაფერი უნდა გავაკეთო. შეხედეთ მეგობრებო, რა გავუკეთა ჩემს სახლს, საწყალი ჩემი სახლი. Так, კაი, ამ ყველაფერს კი გავარემონტებ, მაგრამ თავარია მეგობრებო, რომ ჩემი სახლი ისევ ჩემს უფლებაში გადავიდა. მეგობრებო, კედელიც კი გამიფუჭა ამ დებილმა. დაბრუნდი ჟიწენიკო, გამიკეთე კედლები დროზე. ჯანდაბა მასთან არის. კაი, მოკეთ მეგობრებო, ახლა მადლობა დიდი ვინც უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. ახლა მე წავედი მოკეთ, უნდა გავაკეთო ჩემი სახლი რაღაცნაირად ეს დებილი ჟიწენიკი. იმედი აღარასოდეს აღარ დავინახოთ, რომ ამ ხმლით ჩაო ეს გავუკეთებ. კაი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დაალაიქეთ. ახლა კი მეგობრებო, დაგანშოებებით, ნახვამდის.